ლოგოთერაპია ეს არის ალტერნატიული რეაბილიტაციის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ადამიანის და სპეციალურად მომზადებული ძაღლის ურთიერთქმედებას. და ამის მიზანია ფსიქოლოგიური, ემოციური, სენსორული და ფიზიკური ფუნქციების გამოჯობესება იმ ადამიანებში, ვისაც სჭირდება ემოციური მხარდაჭერა, სოციალური უნარების განვითარება ან ნერვიული სისტემის რეგულაცია. ერთი სიტყვით, ლოგოთერაპია წარმოადგენს ადამიანის და ცხოველის ურთიერთობის მართლა ბუნებრივ ძალაზე დაფუძნებულ პროცესს. ეს არის თანაგრძნობა თათებით, სადაც ძაღლი არის არა ინსტრუმენტი, არამედ ის არის ემოციური პარტნიორი. ლოგოთერაპია აერთიანებს ასევე მრავალ დისციპლინას. მაგალითად, ფსიქოლოგია და ნეიროფსიქოლოგია, ემოციების რეგულაცია და სტრესის კონტროლი, ხო? ფსიქოლოგია და ნეიროფსიქოლოგია თავად ლოგოთერაპიის მეცნიერულ საფუძველს წარმოადგენს. იმიტომ რომ სწორედ ამ სფეროებში განმარტავენ, როგორ მოქმედებს ემოციური ურთიერთქმედება ტვინის ფუნქციურ პროცესებზე ადამიანსა და ძაღლს შორის, სტრესის დონეზე, ქსევით რეაქციებზე და ასე შემდეგ. ხარ არის ლოგოთერაპიაში ფსიქოლოგიური საფუძველი მაგალითად. ფსიქოლოგიური პრინციპი ემყარება ემოციური რეგულაციის თეორიას. როცა ადამიანი გადის ურთიერთობას ემპათიურ ცხოველთან, ამ დროს აქტიურდება ტვინის ლიმბური სისტემა, რომელიც არის პასუხისმგებელი ემოციებზე, უსაფრთხოებაზე და სიამოვნებაზე. ძაღლთან ურთიერთობის დროს იზრდება ოქსიტოცინის დონე, ჰორმონი, რომელიც ამცირებს ფოთვასა და აძლიერებს ნდობას. ამავდროულად იკლებს კორტიზოლის დონე, სტრესის ბიომარკერი. ასე ყალიბდება პრინციპში უსაფრთხო ემოციური სივრცე, სადაც ადამიანი ახერხებს ნერვიული სისტემის მოდუნებას და თვითრეგულაციის აღდგენას.